გამარჯობა ძვირფასო მეგობრებო, ერთ-ერთ ბოლო გადაცემაში ჩვენ ვილაპარაკეთ იმაზე, თუ რატომ არ თვლის ლაზების უმრავლესობა თავს ქართველად. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ამის ერთ-ერთ მთავარ მიზეზზე. გავარკვევთ ეს იმიტომ ხდება, რომ ისინი ეთნიკურად ქართველური მოდგმის ხალხი არ არიან, თუ იმიტომ რომ დამპყრობლებმა ძალით მოწყვიტეს ისინი ქართულ სამყაროს. გარდა ამ მიზნისა დღევანდელ გადაცემას აქვს მეორე მიზანიც. გაგაცნოთ ლაზეთის ისტორიის ისეთი დეტალები, რომლებიც სამწუხაროდ საზოგადოების ფართო ფენებისთვის დღემდე ნაკლებად არის ცნობილი. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ მე-7-მე-8 საუკუნეების მიჯნაზე ლაზებმა დაკარგეს მრავალსაუკუნოვანი პოლიტიკური ძალაუფლება და ის ამ მომენტიდან აფხაზთა ერისთავების ხელში გადავიდა. პოლიტიკურ ხელისუფლებასთან ერთად ლაზიკამ ტერიტორიული მთლიანობას დაკარგა. იგი ორ ნაწილად გაიყო. სამხრეთ-დასავლეთით მოექცნენ დასავლეთის კოლხური მოდგმის ტომები, ჭან-ლაზები, ხოლო ჩრდილო-დასავლეთით ჩრდილოეთის კოლხური მოდგმის ტომები, მეგრელები. ლაზიკის ტერიტორიის შუა ნაწილი, ჭოროხისა და რიონის ხეობები კი თანდათან დაიკავეს ქართველებმა. ლაზიკაში მათი ქართლიდან გადმოსახლება გამოწვეული იყო უმთავრესად არაბთა შემოსევებით, რომლებიც მკაცრად ეპყრობოდნენ დაპყრობილი ქვეყნების მოსახლეობას, ავიწროებდნენ მათ როგორც ქონებრივად, ისე უფლებრივად და სარწმუნოებრივად. არაბები ქრისტიანებს და მათ შორის, რა თქმა უნდა, ქართველებს უნდობლად ეკიდებოდნენ, ამის გამო ქართლის მოსახლეობა დიდ გასაჭირში იყო. განსაკუთრებით კი მაღალი წოდება, რომლებსაც არაბები აიძულებდნენ სჯულის შეცვლას. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ხელისუფლებასა და ქონებას ართმევდნენ. არაბებისგან დევნილი ქართლის მოსახლეობა ლაზიკაში იხიზნებოდა, რომელიც იმ ხანად ბიზანტიის მფარველობაში იყო და ამიტომ მან შესდარებით მშვიდობიანობად სუფევდა. მაგალითად ცნობილია ქართლის ერისთავი ნერსე ლაზიკაში რომ გახიზნულა, მას გაჰყოლია 300 კაციანი ამალა. დიდებულთა მრავალი ოჯახი თავიანთი ყმებითა და მსახურებით. გაიხიზნენ აგრეთვე თავიანთი ამალით ქართლის ერისთავები არჩილი, იოანე, ჯუანშერი და სხვები. ამასობაში ლაზიკის ანუ ეგრისის სამეფოში შექმნილი აი ამ მძიმე ვითარებით ისარგებლა ბიზანტიამ და ჭან-ლაზები ტერიტორიულადაც მოსყვიტა ქართულ სივრცეს. მოახდინა რა ამ მხარის თითქმის მთლიანი ანექსია. მოგეხსენებათ საკუთრივ ლაზეთი, მისი ტერიტორია საკმაოდ ვრცელი იყო. ის ჭოროხის ხეობიდან სამსუნამდე და ზოგი მეცნიერის, მაგალითად პავლე ინგოროყვას კვლევის თანახმად სინოპამდეც კი აღწევდა. ამ საკმაოდ ვრცელი კუთხის მხოლოდ მცირე აღმოსავლეთი ნაწილი, კერძოდ ვიწე ხოფა გონიოს არეალი შერჩა საქართველოს და ის შედიოდა სამცხის საერისთავოს შემადგენლობაში. ამით აიხსნება ის გარემოება, რომ ლაზეთის ამ ნაწილმა შედარებით კარგად შემოინახა ლაზური ენაც და ქართული ეროვნული შეგნებაც. ლაზეთის უდიდესი ნაწილი კი, როგორც აღვნიშნეთ, ტრაპიზონის ჩათვლით ბიზანტიის უშუალო მფლობელობაში გადავიდა, რის შედეგადაც შეირყნა ლაზური მეტყველებაც და მათი იდენტობაც. ბიზანტიის იმპერატორები ლაზეთს დიდ სტრატეგიულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ და ამიტომ ცდილობდნენ იქ გამაგრებას და მისი აბორიგენი მოსახლეობის ჭან-ლაზების საბოლოოდ დამორჩილება გადაგვარებას. ამ მიზნით ავრცელებდნენ ბერძნულ ენას, რომ ამით მოესპოთ ლაზური ენა და ლაზების ქართული სამყაროსადმი კუთვნილების შეგნება. ამავე მიზეზით იყო ისიც, რომ მე-9-მე-10 საუკუნეებში საქართველოს გაერთიანებისთვის სამეფო საერისთავოების მიერ გამართულ ბრძოლაში ჭან-ლაზები არ მონაწილეობდნენ. შესაბამისად მათთან, ანუ ქართულ სახელმწიფოებრივ წარმონაქმნებთან არც პოლიტიკურ-კულტურული კავშირი ჰქონდათ. ამის საშუალებას ლაზებს ბიზანტიის აგრესიული პოლიტიკური კლასი არ აძლევდა. ბიზანტიის მფლობელობაში მოქცეულ ჭან-ლაზებს არ ჰქონდათ ხელშემწყობი პირობები, რომ
ბერძნული გავლენისგან დაეცვათ მშობლიური ენა და ეროვნული თვითშეგნება. ამავე დროს ბიზანტია საქართველოს გაძლიერება გაერთიანებას ებრძოდა და ცდილობდა მისი სამხრეთი ნაწილის სავსებით მოწყვეტასა და დასაკუთრებას. ამის გამო გაერთიანებული საქართველოს მეფეებს ბაგრატ მესამეს, გიორგი პირველს და განსაკუთრებით ბაგრატ მეოთხეს ბიზანტიასთან ხანგრძლივი ბრძოლის წარმოება უხდებოდათ სამეფოს სამხრეთი ნაწილის დასაცავად. ასეთ პირობებში საქართველოს ამ პერიოდის მეფეებს არ შეეძლოთ ეზრუნათ ჭანლაზების შემოერთების საკითხზე. ამან განაპირობა ის გარემოებაც, რომ მე-11-12 საუკუნეებში, როდესაც საქართველო ერთიან სამეფოდ ჩამოყალიბდა და მთელს ქვეყანაში დიდი კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობა მიმდინარეობდა, ჭანლაზეთის ტერიტორიაზე მსგავსი არაფერი ხდებოდა. ლაზეთის საქართველოსთან შემოერთების ყველაზე რეალური შესაძლებლობა გაჩნდა თამარის მეფობის დროს. ამ შემთხვევაში თამარ მეფემ ჯვაროსანთა ლაშქრობით და ბიზანტიის მემკვიდრეთა შორის ატეხილი დინასტიური ბრძოლით ისარგებლა. ამ ხელსაყრელ ხანაში მან განიზრახა ლაზეთის გათავისუფლება. ამის საბაბად კი გამოიყენა უდიერი მოპყრობა ბიზანტიის იმპერატორისა, რომელმაც ქართველ ბერებს მეფის ნაჩუქარი ოქრო ჩამოართვა. 1204 წელს თამარმა გადაწყვიტა სამაგალითოდ დაესაჯა კეისარი. ამ მიზნით მან გაგზავნა ჯარი და წაართვა ბიზანტიას ისტორიული ლაზეთის ტერიტორია ვიდრე სინოპამდე. მთელი ეს შავი ზღვის სანაპირო მხარე თამარმა ბიზანტიას ჩამოართვა, მაგრამ აქ მან მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, რომელმაც სამუდამოდ განსაზღვრა ლაზების ბედი. კერძოდ თამარმა ლაზეთი არ შემოიერთა, არამედ დააარსა ცალკე სამეფო, ეგრეთ წოდებული ტრაპიზონის იმპერია, სადაც გაამეფა თავისი დის, რუსუდანის ვაჟი, ბერძენი უფლისწული ალექსი კომნენოსი, რომელიც საქართველოში დეიდამისის კარზე გაიზარდა და ბუნებრივია თამარის პოლიტიკის გამტარებელი იყო. თამარის და რუსუდანი ბიზანტიაში იყო გათხოვილი, მაგრამ ქმრის გარდაცვალების შემდეგ და ბიზანტიასთან თამარის გართულებული ურთიერთობის გამო საქართველოში დაბრუნდა შვილები თურთ. ასე რომ კომნენოსების ეს შტო პრაქტიკულად გაქართველდა. ანუ თამარმა ტრაპიზონის იმპერიის სახით შექმნა ბუფერული სახელმწიფო საქართველოსა და ბიზანტიას შორის. რა თქმა უნდა, ამას ჰქონდა თავისი გამართლებაც და ისიც ცხადია, რომ თამარმა შეძლო ჭანლაზების გათავისუფლება ბიზანტიის ბატონობისგან და მთელ ტრაპიზონის სამეფოშიც საქართველოს პოლიტიკური გავლენის გამტკიცება, მაგრამ ეს გზა არ აღმოჩნდა მაინც ლაზეთის მხარის საქართველოსთან სრული ინტეგრაციისთვის საკმარისი. ტრაპიზონის იმპერიაში საქართველოს მეფის გავლენას და ამასთან დაკავშირებით ლაზების პოლიტიკური უპირატესობის მოპოვებას ბიზანტიელები ვერ ურიგდებოდნენ. ამ ვითარებამ ტრაპიზონის იმპერიაში განაპირობა ორი ერთი მეორის მოწინააღმდეგე პოლიტიკური ჯგუფის შექმნა. საქართველოს მომხრე ჭანლაზებისა და ბიზანტიის კეისრის მომხრეთა ჯგუფი. თითოეული ამ ჯგუფთაგანი ცდილობდა თავისი კანდიდატი აეყვანა კეისრის ტახტზე, რომ პოლიტიკური ძალაუფლება მოეპოვებინა. საქართველოს ძლიერების ხანაში ჭანლაზები კეისრად საქართველოს მომხრე პირებს სვამდნენ, რომლებიც ცოლად ირთავდნენ საქართველოს მეფის ქალიშვილებს. მაგრამ მონღოლ თათართა შემოსევის შემდეგ ბიზანტიის კეისრის ჯგუფმა საქართველოს დასუსტებით ისარგებლა და აშკარა ბრძოლა გააჩაღა ქართველთა მომხრე დასის ჭანლაზების წინააღმდეგ. ამ მიზნით ამ ჯგუფმა იოანე მეორე მოტყუებით აიძულა ცოლად შეერთო ბიზანტიელი ქალი და მიეღო ბიზანტიის კეისრის მფარველობა. ეს უკვე იმას ნიშნავდა, რომ ბიზანტიის კეისარი გაბატონდებოდა შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე. საქართველოს სამეფოს არ შეეძლო გარეშემაყურებლად დარჩენილიყო ამგვარ პოლიტიკურ ვითარებაში. 1292 წელს საქართველოს მეფემ დავით მე-6 ნარინმა გაილაშქრა კიდეც ტრაპიზონში, მაგრამ ეს ლაშქრობა უშედეგოდ დასრულდა.
თუმცა 1285 წელს იოანე მეორის და თეოდორა, რომელიც საქართველოში იყო გათხოვილი, ლაზ ქართველთა ჯარით შეიჭრა ტრაპიზონის იმპერიაში და თვითონ დაჯდა ტახტზე. ამგვარად ქართველთა მომხრე სამხედრო დასმა გაიმარჯვა. როდესაც ტრაპიზონის ტახტზე ალექსი მეორე ავიდა, საქართველოს პოლიტიკური დასი იმდენს ეცადა, რომ მას ცოლად შეერთო მესხეთის მთავრის საქართველოს მანდატურთუხუცესის ბექას ასული. ამგვარად ტრაპიზონის სამეფოში საქართველოს მომხრე პოლიტიკურმა დასმა კიდევ ერთხელ გაიმარჯვა და ქართული პოლიტიკური გავლენაც გაძლიერდა. ამ ამბავმა ბიზანტიის იმპერატორი განარისხა, მაგრამ ალექსის სიცოცხლეში ვერაფერს გახდა. ალექსი მეორის გარდაცვალების შემდეგ კი 1330 წელს მის მემკვიდრეს ვასილს ცოლად შეერთეს ბიზანტიის კეისრის ქალიშვილი ირინე. ამან კეისრის მომხრე დასი კვლავ ფეხზე დააყენა და კვლავ დაიწყო ლაზ ქართველების ხოცვა-ჟლეტა. დიდი ბრძოლის შემდეგ ლაზები დამარცხდნენ. ამ დასის ორი დიდი თანამდებობის პირი სიკვდილით დასაჯეს. ერთი იყო დიდი დუკა ლეკი ჭანჭიძე, რომელიც საქვეყნო გამრიგე მოხელედ ითვლებოდა, მეორე დიდი დომესტიკოსი ჯაბა, ტრაპიზონის ჯარის უფროსი. ამ დამარცხებამ ვერ შეარყია ლაზების ნებისყოფა და სიმტკიცე. ისინი ახალი ბრძოლისთვის ემზადებოდნენ. იმ ხანებში ბიზანტიის სამეფოსაც დიდი საფრთხე მოელოდა. მის სატახტო ქალაქს კონსტანტინოპოლს თურქ-ოსმალები უახლოვდებოდნენ. ამ დროს საქართველოში მეფობდა ძლიერი მეფე გიორგი მეხუთე ბრწყინვალე, რომელიც ქართველთა დასს სამხედრო დახმარებას აწვდიდა და პოლიტიკურ ხელმძღვანელობასაც უწევდა. 1351 წელს თურქებმა ტრაპიზონის სამეფო ააოხრეს და გადაწვეს. ამ შემთხვევით ისარგებლეს ლაზებმა, რომლებიც წინასწარ შეუთანხმდნენ კეისარ ვასილი პირველის დას ანას, ჩვეულებრივ ანახუტლუდ წოდებულს და მეფობა შესთავაზეს. ამავე წლის ივლისში, როცა ოსმალებმა ტრაპიზონი დატოვეს, ანახუტლუმ ლაზების ჯარის დახმარებით დედოფალი ირინე, ბიზანტიის კეისრის ასული, ტახტიდან ჩამოაგდო და ტრაპიზონის მეფობა ხელში ჩაიგდო. ლაზების გამარჯვებას ვერ შეურიგდა ბიზანტიის კეისარი და იმავე წლის 30 ივლისს ტრაპიზონის ნავსადგურს მოადგა 3 ხომალდი ჯარით. ერთ ხომალდში იყო უფლისწული მიხეილ კომნენი, რომელიც კეისარს უნდოდა გაემეფებინა ტრაპიზონში. ლაზებმა და საქართველოს ჯარმა ტაქტიკური მოსაზრებით პირველ ხანებში წინააღმდეგობა არ გაუწიეს. მეფობის მაძიებელმა მიხეილმა და მისმა ბიზანტიელმა მომხრეებმა ამით ისარგებლეს და მიხეილი სამეფო სასახლეში შეიყვანეს, სადაც იგი მხოლოდ 1 ღამის განმავლობაში დარჩა. მეორე დილას საქართველოს მომხრე ჯგუფმა იგი კვლავ განდევნა სასახლიდან. ხომალდებით მომდგარი ჯარი ლაზებმა დაამარცხეს და მათი ხომალდების ხელში ჩაიგდეს. მიხეილ კომნენი ტრაპიზონიდან გააძევეს და გადაყენებული დედოფალი ირინე ასევე თავის სამშობლოში კონსტანტინოპოლში გაისცუმრეს. ამრიგად ლაზებმა ბიზანტიის მომხრე ჯგუფზე გაიმარჯვეს და ტრაპიზონში აღდგენილი იქნა საქართველოს პოლიტიკური გავლენა. ლაზ ქართველთა ამ ხანგრძლივ ბრძოლას ბიზანტიასთან სამწუხაროდ ბოლო მოეღო 1453 წელს, როდესაც ოსმალებმა კონსტანტინოპოლი აიღეს და ბიზანტიის საკეისროში თურქ-ოსმალების ბატონობა დაამყარეს. ოსმალებმა მალე ტრაპიზონის დაიპყრეს. მისი უკანასკნელი მეფე დავითი ოსმალებისგან თავდასაცავად ამაოდ ეძებდა დახმარებას საქართველოს მეფე-მთავართა შორის. მოგეხსენებათ, ეს ის პერიოდია, როდესაც საქართველო უკვე პრაქტიკულად დაშლილია და დასუსტებულია. 1461 წელს დიდი ჯარით მიადგა ტრაპიზონს მუჰამედ მეორე. დავითმა ვერ გაბედა ძლიერ სულთანთან შებრძოლება და უბრძოლველად გადასცა მას ტრაპიზონი. აქ სულთანმა მთელი სისავსით გამოავლინა ოსმალებისთვის დამახასიათებელი ბარბაროსობა და დატყვევებული კეისარი დავითი თავის 8 შვილთან ერთად ჩამოახჩო.
ასეთ ველურობაზე მე პირადად პირველი რაც გამახსენდა, ეს იყო ლენინის მიერ ნიკოლოზ მეორის ოჯახის ამოხოცვა. ასე ტრაგიკულად დასრულდა ტრაპიზონის იმპერიის არსებობა და ასეთი ტრაგიკული გახლავთ ის მთავარი მიზეზი, თუ რატომ არ თვლის ლაზების უმრავლესობა დღეს თავს ქართველებად. დაწერეთ კომენტარებში, რამდენად საინტერესო იყო თქვენთვის დღევანდელი გადაცემა და დარჩით ჩვენთან, რომ ერთად ვიმოგზაუროთ საქართველოს მიშკბალურ წარსულში. მე დღეს ამით გემშვიდობებით, შევხვდებით მომავალ გადაცემაში.